გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს მე მინდა გესაუბროთ მუცლადყოფი ბავშვის ენერგეტიკაზე. ცნობილი ფრაზაა, ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მართლაც ბავშვობის ასაკი განსაზღვრავს, როგორ პიროვნება ჩამოვყალიბდებით ჩვენ და საერთოდ როგორ ცხოვრებით ვიცხოვრებთ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ 3-დან 8 წლამდე ასაკი ეს არის ბავშვთა ტრავმების მიღების პერიოდი. მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყო დაკვირვებები და ბევრს ლაპარაკობენ ბავშვებზე მუცლადყოფნის პერიოდის ტრავმებზე. შესაბამისად არის დაკვირვებები და რეკომენდაციები ამ ტრავმების თავიდან ასაცილებლად. არის რეკომენდაციები, რომ ქალმა და მამაკაცმა სასურველია, აუცილებელიც კია წინ და წინ დაგეგმონ შვილის გაჩენა და მოემზადონ ამ საპასუხისმგებლო მომენტისთვის. კერძოდ, მათ უნდა მოიწესრიგონ საკუთარი ჯანმრთელობა, იმკურნალონ თუ აქვთ დაავადებები, ყურადღება მიაქციონ წონას, განსაკუთრებით მომავალმა დედამ, გაარკვიონ ურთიერთობა ნიკოტინთან და ალკოჰოლთან. მოამზადონ პირობები ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისა და შემდეგ ბავშვის აღზრდისათვის. მოემზადონ ფსიქოლოგიურად. ქალსა და მამაკაც შორის უნდა არსებობდეს საუკეთესო ურთიერთობები, არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სქესობრივ ურთიერთობებში, რადგან როგორც ადრე გითხარით, სექსუალური ენერგია ეს არის ყველაზე მაღალი ენერგეტიკის მქონე ენერგია. დაიხსომეთ, თუ თქვენი შვილი ჩაისახება სექსუალური აქტისას, რომლის დროსაც, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი განიცდის უმაღლეს ნეტარებას, გილოცავთ. თქვენი შვილი აღჭურვეთ უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგიით. მამის ოჯახის საზოგადოების ვალია შეუქმნას ორსულ ქალს საუკეთესო პირობები, რათა მივიღოთ ჯანმრთელი შთამომავლობა. მამებით დავიწყოთ. მამრი იმიტომაც არის ბუნებაში მიჩნეული ძლიერი სქესის წარმომადგენლად, რომ ბუნებამ ის რეალურად აღჭურვა სიძლიერით. მაგრამ ამ სიძლიერესთან ერთად მას დააკისრა დიდი პასუხისმგებლობები. ესენია, მამრმა უნდა მოიპოვოს მდედრი. მამრმა უნდა იბრძოლოს მდედრისთვის. თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მამრმა უნდა მოიპოვოს საარსებო ტერიტორია. მამრმა უნდა შეძლოს საკუთარი მეწყვილისა და შთამომავლობის დაცვა. ერთით სიტყვით, ბუნებაში მამრი მისი ოჯახის სიცოცხლის უნარიანობის გარანტიაა. ადამიანთა მოდგმამ ბუნების მიერ მამის რისადმი დაკისრებულ მოვალეობებს ჩვენი მამებისათვის, ჩვენი მამაკაცებისათვის დაუმატა კიდევ უფრო მეტი, მე ვიტყოდი, უამრავი მოვალეობები. მათ ჩამოთვლას არ შეუდგები, რადგან თითოეულმა თქვენგანმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ვიტყვი ერთს, რომ იგივე ადამიანთა მოდგმამ მამას გაუმზადა უდიდესი ჯილდო. შვილი ატარებს მამის გვარს. შვილი არის მამის დინასტიის გამგრძელებელი. ამაზე მეტი დიდი ჯილდო წარმოუდგენელია. დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში
არსებობს სკოლები, რომელიც ეხმარებიან მომავალ დედებს, მამებს, ძალიან ფართო კვლევები მიმდინარეობს, დაკვირვებები სხვადასხვა ფაქტორების გავლენაზე, ორსულობაზე, შემდეგ ბავშვთა ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა მომავალი დედისა და მომავალი მამის ქცევებს. შემდეგ ეს დაკვირვებები გრძელდება მათ შვილებზე და როგორც წეღანაც მოგახსენებთ, წამოვიდა ბევრი სასიკეთო რეკომენდაციები. რამდენიმე წლის წინ, ძალიან იშვიათობა იყო მამის დასწრება მშობიარობაზე. დღეს ეს ითვლება თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად. რადგან დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ მამის ყოფნა მშობიარობის დროს ეს არის მშობიარე ქალისთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სასიკეთო გავლენას ახდენს როგორც დედის, ასევე მისი შვილის მდგომარეობაზე. დედები თავიანთი ცხოვრების საუკეთესო მომენტად ასახელებენ მისი შვილის გაჩენის მომენტს. მიაქციეთ ყურადღება, ყველაზე წარმატებული მამაკაცები, რომელთაც თავიანთი წარმატებების გამო განუცდიათ ბედნიერების და აღმაფრენის ბევრი წუთები, ასევე თავისი ცხოვრების უბედნიერეს წუთებად ასახელებენ საკუთარი შვილის ტირილის გაგონების მომენტს. ასე რომ, მომავალო მამებო, დაუკარგავთ საკუთარ თავს ამ ბედნიერი წუთების გაზრდას. ვისაც არ შეგიძლიათ, ისინიც ინერვიულებთ, რადგან წინა თაობების მამები არ ესწრებოდნენ საკუთარი მეუღლეების მშობიარობას, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლიათ, აღეზარდათ შესანიშნავი გოგონები, ვაჟები, ყვარებოდათ ისინი, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც რეკომენდაციას გვაძლევენ, თუ კი ასე მოიქცევით, ეს უკეთესია. ახალ შობილს ახოხებენ მამას გულზე, რადგან მან იგრძნოს მამის ვიბრაციები. ამ მომენტში მამას აქვს სიყვარულის, სიხარულის უმაღლესი ემოციები, უმაღლესი ენერგეტიკა, რითაც ამარაგებს ახალგაზრდა შვილს. ამასთანავე ჩვილი იმახსოვრებს მამასთან შეხების გრძნობას, მის სუნს, მის ხმას და შემდეგში მამასთან ურთიერთობა მისთვის სტრესის მომცემი არ არის. დღეს ინერგება სულ უფრო მეტ ქვეყანაში პირველ კონსულტაციაზე მომავალ დედასთან ერთად მეუღლის მისვლაც. მამაკაცებო, ინერვიულებთ, თქვენ გამოკვლევებს არ ჩაგიტარებენ. მაგრამ აი გამოკვლევების განხილვის პერიოდში თქვენ უნდა იყოთ თქვენი მეუღლის გვერდით, რადგან პირველი კონსულტაციის დროს იგეგმება ექიმთან ვიზიტების რაოდენობა, მათი ვადები, ანალიზების რაოდენობა, ასევე მათი ვადები და სიტუაციები, რომელიც განიხილება სიტუაციები, რომელიც წარმოიშვარს ორსულობის პერიოდში და თქვენ უნდა შეძლოთ, რომ თქვენმა მეუღლემ ხარისხიანად და დროულად გააკეთოს ეს ყველაფერი, უნდა დაეხმაროთ ამაში და თუ საჭირო იქნება, თქვენზე ახლოს კრიტიკულ მომენტში მათ გვერდით არავინ არ იქნება და უნდა აღმოუჩინოთ სათანადო დახმარება. აი, ძალიან საინტერესო მომენტამდე მივედით. ბავშვებზე დაკვირვებით, რომელთა მშობლების ქცევებზეც მიმდინარეობდა დაკვირვება,
აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომელთაც მამები მუცლად ყოფნის პერიოდში ბევრს ესაუბრებოდნენ, ბევრს ეფერებოდნენ, უცხადებდნენ სიყვარულს, მხარდაჭერას, იბადებოდნენ უფრო სიცოცხლის უნარიანები. შემდეგ იზრდებოდნენ უფრო გამბედავები, რადგან მათ დედის მუცლიდანვე ქვეცნობიერში ქონდათ ჩანერგილი, რომ ყავდათ ადამიანი, რომელიც საჭირო დროს მათ გვერდით იქნებოდა. ასეთი ბავშვები, მამის მოყვარულები იყვნენ, ხშირად მხარში ედგნენ მამას და აგრძელებდნენ მამის საქმიანობას. ერთი სიტყვით, მათ დედის მუცლიდანვე იცოდნენ, ვისი გორისანი იყვნენ. მოდით მეგობრებო, დღეს ამით დავამთავროთ მამებზე საუბარი. მომდევნო ვიდეოში მე მომავალ დედებზე გესაუბრებით. კარგად ჯანდებოდეთ, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.